გეკაჩეპეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის სახმელეთო ჯარების მაშინდელი მთავარსარდალი გენერალი ვარენიკოვი 15 წლის შემდეგ ეჭვობდა რომ პუგო მოკლეს, ისევე როგორც მოკლეს გენშტაბის ყოფილი უფროსი და გორბაჩოვის მთავარი სამხედრო მრჩეველი მარშალი ახრომეევი, რომელმაც გამოძიების ოფიციალურ ვერსიით კრემლში საკუთარ კაბინეტში თავი ზონრი ჩამოიხრჩო ფანჯრის სახელურზე. თავად გენერალი ვარენიკოვი ერთადერთი პუჩისტი იყო, ვინც უარი თქვა ამნისტიაზე და მიაღწია გამართლება სასამართლოს გზით. პროცესს ესწრებოდნენ სხვა პუჩისტების და ეს გადაწყვეტილება კომუნიზმის პატარა გამარჯვებად აქციეს. ორ თვეში სისხლიანი ანგარიში კიდევ შეივსო. საკუთარი სახლის პანჯრებიდან გადმოუცვიდნენ კრემლის მოქმედი და ყოფილი საქმეთა მმართველები. ასევე კომპარტიის ЦК საერთაშორისო განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე. ძერჟინსკის მოედანზე კგბ შენობის წინ თვით ძერჟინსკის ძეგლი აიღეს და ჩამოაგდეს. მოსაკლავი მოიკლა, მოსახსნელი მოიხსნა, 12 ადამიანი ციხის გზას გაუდგა. ოღონდ რამდენიმე დღიანმა სტრესმა საბჭოთა კავშირი ვერ გააჩერა. დამშეული ქვეყანა სანახაობის ნაცვლად უკვე პურს ითხოვდა. ისევ პურს ითხოვდა. კომპარტიის გაფარჭაკებითა და მისი გუნდის ძალოვანი გუნდის მინისტრების სიკვდილით, დაჭერით ან მოხსნით, გორბაჩოვის ძალაუფლება პრაქტიკულად განადგურდა. სრულიად ფორმალური გახდა. საბჭოთა იმპერია კიდევ უფრო ციცაბო თავდაღმართში დაეშვა. ჩვენ აქედან ბევრი ვერაფერი გავიგეთ. 2 სექტემბერს კინოსახლთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგს მილიციის საგანგებო რაზმი არბევს. არა გვარდია, არამედ ნამდვილი სპეცრაზმი, მაშინ ომონა წოდებული. ხელისუფლება მერე თავს იმართლებდა მათ მთავრობის სახლთან, ან დღევანდელ პარლამენტთან მოსვლა და იქ ჩვენი მომხრეების კაროების აღება, ბოლოს კი სასახლის შტურმი სურდათო. ამ დროს კი გამსახურდია და ამერიკელი სენატორები ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ არც ეგ თავის მართლება გაუგია ხეირიანად ბევრს. სისხლი დაიღარა და უკან მოსაბრუნებელი გზა თურმე, როგორც მერე გავიგეთ, მოიჭრა. კიტოვანი წავიდა თბილისიდან და დაბრუნდა. დაბანაკდა ტელევიზიასთან, გადავიდა თბილისის ზღვის სანატორიუმში. ნოემბერში შევარდნაძე პენსიიდან ისევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ბრუნდება. ერთი თვით და უკანასკნელი თვით. თვალსა და ხელშუაკი აღმოჩნდა, რომ სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს ქართულ პროცესში. უკვე დიდი ხნის შემდეგ თავად იტყვის არაერთხელ მე არ მინდოდა, მაგრამ ინტელიგენცია მეხვეწებოდა ჩართვას. წინადადების პირველი ნაწილის სანდოობის რა გითხრათ, მაგრამ თხოვნელი რომ ბევრი ყავდა თბილისიდან, ეგ ნაღდია. მოსკოვში გაფრენილი თვითმფრინავი გამსახურდიას ხელისუფლების მითითებით თბილისის აეროპორტში ბრუნდება, რომ ბორძე მყოფი გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი დააპატიმრონ. ისინი იქ თითქოს შევარდნაძესთან მიფრინავდნენ სწორედ, თუმცა მერე თავად ამბობდნენ უცხოელი ჟურნალისტები გველოდებოდნენ. სისხლი იღვრება თბილისის ზღვაზეც, როდესაც კიტოვანის გვარდია გამსახურდიას მომხრეებს ეჯახება. დაპირისპირება გაივლის საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილზე. იფიცებიან გაზეთები, იფიცება სახელმწიფო ტელევიზია. თბილისის ზღვის სანატორიუმში ზევით, სადაც კიტოვანის გვარდიაა დაბანაკებული, ფრიდო ნინჯია კუსტარულად სატელევიზიო მაუწყებლობას აწყობს.